წიგნი დაუშვათ, ხო? წიგნი ჩაწერილია ბარიონულ მუხტშია ჩაწერილი, ხო? ახლა ვაჟაფშაველა რო ავიღოთ. ინფორმაცია არის ჩაწერილი, ხო? დაუშვათ, არა? იმ წიგში ბარიონულ მუხტშია. ჩვენი თვალი აღიქვავს იმ ინფორმაციას. თვალი შემიძლია წავიკითხო. ახლა ეს წიგნი რო ბუხარში შევაგდო დავწვა, ესეთი ტიპის საკითხო მოისპობა იმ ინფორმაციის, მაგრამ ცხადი ენერგია და შენახვის კანონების არაფერი არ მოძლის, ხო? ნუ ესეთი მომენტია. აი ინფლაცია რო დამთავრდა დაიწყო ნაციონალური შექმნა და ასე შემდეგ. აი რას უშვებით მონოპოლს. რომელ მონოპოლს? ეს მონოპოლის საკითხი. რის მაგნიტური მონოპოლის? მაგნიტური მონოპოლის საკითხი დღეს ექსპერიმენტულად ცუდად არის, იმიტომ რომ ვერ აღმოვაჩინეთ. აი როგორ იქნება ეს საკითხი? არა, საკითხი რა არის? დავსვათ, საკითხი რა არის მაგ მონოპოლის საკითხი? არ არის მონოპოლი. არა, მონოპოლის ყოფნას არა, მოდი ესე გავაკეთოთ. მოდით ისტორიულ ექსკურსს დავიწყებთ, იმიტომ რომ თქვენ ეთყობა რაღაც ინფორმაცია გაქვთ, რომ ინფლაციური თავიდან იყო რაღაც კავშირში მონოპოლთან და მაგიტომ ისვავთ მაგ კითხვას. ნაწილაკების წარმოქმნა დაიწყო. ხო. მონოპოლი სხვა. არა, მონოპოლი, უყურეთ. მონოპოლი არსებობს თუ არა, ჯერ ეგრეთ დამოკიდებულია იმ თეორიაზე, რაშიც მუშაობთ, ხო? დღესდღეობით ექსპერიმენტულად შემოწმებული რა არის? რაც თქვი მე თავიდან, ხო? არის სტანდარტული მოდელი და ეინშტაინის გრავიტაცია. სტანდარტულ მოდელში მონოპოლები არ არსებობს. ფიზიკურად არ არსებობს, ვერ შექმნით. რომ გინდოდეთ რომ შექმნო, ვერ შექმნით, იმიტომ რომ მონოპოლი რო არსებობდეს, თეორია უნდა აკმაყოფილებს თეორიის ვაკუუმი, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელსაც სტანდარტული ვაკუუმში არ არის? არა, სტანდარტული მოდელის ვაკუუმი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იმიტომ რომ მათემატიკურად თქვენ მოგახსენებათ ძალიან კარგად, რომ ეს არის ტოპოლოგიური არატრივიალური ვაკუუმია საჭირო, მონოპოლი რო არსებობდეს. სტანდარტული მოდელის ვაკუუმი ტოპოლოგიურად ტრივიალურია. ნუ მეორე ჰომოტოპიური ჯგუფი უნდა ქონდეს არანულოვანი, მონოპოლი რო არსებობდეს. ესე იგი, თქვენი ვაკუუმის ტოპოლოგია უნდა იყოს ისეთი, რომ იმ თქვენ ვაკუუმში უნდა არსებობდეს სფეროები, ან ზედაპირები, დახურული ზედაპირი, რომლის შეკუმშვაც ერთ წერტილში არ შეიძლება. ესეთი სტანდარტული მოდელს არ აქვს. სტანდარტული მოდელის ვაკუუმი არის სამსფერო და სამსფეროზე მონოპოლს ვერ გააკეთებთ. ამიტომ სტანდარტულ მოდელში მონოპოლები არ არის. ამიტომ როგორც ასეთი თუ ადამიანი სტანდარტულ მოდელით კმაყოფილია, ეს როგორც ასეთი მონოპოლის პრობლემა არ არის. ეხლა ისტორიულად ინფლაციური თეორიის ერთ-ერთი ტრიუმფი ითვლებოდა რომ იყო ის რომ ის ხსნიდა რატო არ უნდა იყოს მონოპოლები იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი თეორია მონოპოლებს უშვებს მაგალითად დიდი გაერთიანების თეორია ხო აი დიდი გაერთიანების თეორიაში მონოპოლები არის და დიდი გაერთიანების თეორია რო ჩავსვათ აი მეორე ცხელ დიდ აფეთქებაში მარტო და ინფლაცია არ ყოფილიყო მაშინ მონოპოლები საკითხია რატო არ ხედავთ მონოპოლებს აი მაგას ხსნის ინფლაცია იმიტომ რომ თუ იყო მონოპოლები თავიდან ნუ გაიგავა რა რა მოხდა რომ გაიგავ თელ ჩვენ ერთ სამყაროზე ნუ ერთის რიგის მონოპოლი დარჩა იქვე შეიქმნა რა ეს მონოპოლი სადღაც მანამდე შეიქმნა მე გაიგავა და იმის მერე აღარ რეპროდუქცია აღარ მოსულია რატო იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ამას გარდა ჩვენ ხო ვიცით რომ თუ მაგნიტური მონოპოლი არსებობს მისი მასა ძალიან მძიმე უნდა იყოს ეს უბრალოდ ფიზიკურ ვიცით ქვემოდან შემოსაზღვრა არის ძალიან მძიმე უნდა იყოს დაახლოებით 10 ხარისხად 16 გიგა ელექტრონვოლტი უნდა ქონდეს მასა ესე იგი, მაგნიტური მონოპოლი თუ არსებობს, ეს სტუდენტების საერთოდ ის არის, რა ქვია, საინტერესო ფაქტი არის თავისთავად. ესე იგი, მონოპოლი რაზე არის ლაპარაკი? აი, მაგნიტს ყოველთვის ორი პოლუსი აქვს, ხო? ერთპოლუსიანი მაგნიტი ჯერ არავის არ უპოვია. არა, არ ვიცით არსებობს თუ არა, მაგრამ არავის არ უპოვია. ელექტრული მუხტი რა თქმა უნდა ერთი პოლუსია, ხო? მუხტი მაგ და ელექტრული ძალწირები აქვს ერთი პოლუსია, მაგრამ მაგნიტი ყოველთვის ორი პოლუსია. არასოდეს არ არსებობს მაგნიტი ერთპოლუსიანი, თუ გაჭრი ორ პოლუსს მიიღებ მაინც, ხო? ეს საკითხი არ შეიძლება თუ არ არსებობს მაგნიტური მონოპოლები, ძალიან კაი კითხვაა. მაგნიტური მონოპოლი თუ არსებობს, მისი მასა ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაახლოებით უნდა იყოს 10 ხარისხად -7 გრამი. ეხლა 10 ხარისხად -7 გრამი ეს რო შეადაროთ ელემენტარული ნაწილაკის მასას, ეს არის ძალიან მძიმე ობიექტი. ეხლა მონოპოლებზე იყო მთელი ნადირობა გამოცხადებული. ძალიან ექსპერიმენტები იყო, რომელიც მონოპოლებს ეძებდა. სტანფორდში ჩატარდა ესეთი ექსპერიმენტი ისტორიული, რომელიც მაგნიტურ მონოპოლს ეძებდა ზეგამტარული იმითი, რა ქვია, ზეგამტარული მარყუჟით. რატო? იმიტომ რომ თუ ზეგამტარში გრადი დენია და მონოპოლი გაივლის, ის დენი იცვლება ერთი კვანტით. მოკლედ, ესეთი ხდომილება დაფიქსის და ერთად ერთხელ
აი იმ ექსპერიმენტზე. რამდენი ხნის განმავლობაში კი? ნუ ის ექსპერიმენტი რაღაც დროის განმავლობაში მიდიოდა, ნუ თვეები თუ წლები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ დაფიქსირდა. ესეთი ეხლა დღემდე არ არის უცნობია დღემდე ის რომ მართლა ესე მოხდა რომ შემთხვევით ერთმა მონოპოლმა გაიარა და იმას შეცვალა თუ ეს რაღაცა სხვა შეცდომაზე იყო ლაპარაკი. თითქოს შეცდომა არ ყოფილა იმ ექსპერიმენტში. თითქოს გამორიცხეს ეგ. იმიტომ რომ ის თვითონ ის ექსპერიმენტატორი ვინც ეს ჩაატარა, ის სუპერკლასის ექსპერიმენტატორია, ძალიან ყველაფერი იყო გაკეთებული დონეზე. გაიგავა როგორც შენამბო. ხო. შეიძლება არის მონოპოლი, მაგრამ ძალიან ცოტა. ხო, აი ხუმრობენ კიდევაც ხანდახან რომ ერთი მონოპოლი იყო დარჩენილი მთელ სამყაროზეო და ისიც გაიარა იმ იქ მაინც იქ მოხდაო, კი. ამ საკითხს CERN-ის ექსპერიმენტი არაფრით ნუ CERN-ის ექსპერიმენტს აი ეს ტრადიციული მაგნიტური მონოპოლი რო დაბადოს CERN-ის ექსპერიმენტს არ შეუძლია, იმიტომ რომ მაგ ენერგიები არ აქვს. ეხლა შეიძლება იყოს იმის ამ მონოპოლის ბიძაშვილი მონოპოლები, რომლებიც უფრო ეგზოტიკურია. ისინი სხვაებავია. ჩვენ ლაპარაკობთ სტანდარტულ ელექტრომაგნიტურ მონოპოლზე. მონოპოლი ხო, დირაკის მონოპოლი, ფაქტურად დირაკის, ნუ ტოფტ-პოლეკოვის მონოპოლი. ნუ შეიძლება იყოს ესეთივე ტიპის ტოპოლოგიური სტრუქტურა, მაგრამ რომელსაც მაგნიტური მუხტი აქვს ჩვენს ელექტრომაგნიტიზმის მიმართ კი არა, არამედ რაღაცა სხვა დაფარული ჯგუფის და რაღაც ეგეთი. ეგეთები შეიძლება იყოს. მაგალითად ეგეთებზე არ არის პრობლემა. კი, არა, ალტერნატიული იდეები არის, მაგრამ რას ვიძახი, უყურეთ, როგორი რაღაცაა. ეს ხიქსის ნაწილაკის, აი, მოდით ავიღოთ სტანდარტული მოდელი, ხო? სტანდარტული მოდელის თქვი, რომ ესე იგი ერთადერთი ბლოკი, რომელიც ექსპერიმენტულად აკლია და არ დაფიქსირებულა, არის ხიქსის ნაწილაკი. ეხლა, მოდი ავიღოთ ეს სტანდარტული მოდელი, ეს ხიქსის ნაწილაკი მოვაშოროთ და გადავაგდოთ. ეხლა, რა დაგვრჩება? დაგვრჩება თეორია, რომელიც თვითშეთანხმებული რაღაცა გაგებით აღარ არის. რატო? ეს თეორია გეტყვის ეგეთ რაღაცას, რომ ამ თეორიაში, როდესაც მაგალითად 2W ბოზონს, 2W ნაწილაკს გავაბნევ, ხო? უნიტარობა დაირღვევა, ანუ ალბათობების ჯამი ერთი აღარ იქნება. ხო? ეხლა თეორიას ხო არ შეიძლება ალბათობების ჯამი ერთი არ იყოს. ესე იგი, ეს გეუბნებათ, რომ მარტო ესეთი თეორია თავისთავად თვითშეთანხმებული ვერ იქნება. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ თუ ხიქსის ბოზონი არ აღმოჩნდა, უნდა აღმოჩნდეს რაღაცა, რაც იმას ცვლის. ხო? ესე იგი, რაღაცა სხვა ფიზიკა უნდა შემოვიდეს, მაშინ რაც ამ უნიტარობას აღადგენს. ამიტომ ალბათობების ჯამი ერთი უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში. ნუ სხვანაირად აზრი არ აქვს, ის იგივე რომ თეორიამ გითხრას, რომ 0 უდრის 2-ს დაუშვათ, ხო? ეს შეუძლია. ეხლა, ამიტომ მაგას ვიძახი, რაღაცა ფიზიკა იქ უნდა იყოს. ეხლა ეს ხიქსის ბოზონი არის, ხიქსის ნაწილაკი არის უმარტივესი, რაც ასეთ რაღაცას გვაძლევს. მაგრამ შეიძლება იყოს იმის შემცვლელი. რა თქმა უნდა, არის იდეები, მაგ მიმართულებით, აი რამ შეიძლება შეცვალოს ხიქსის ნაწილაკი. ხო? მაშინ ის უნდა გამოჩნდეს. ის რომ საერთოდ არაფერი არ გამოჩნდეს, ეგ ფაქტურად შეუძლებელია, იმიტომ რომ ნუ როგორ ეხლა ალბათ ნუ ერთ მომატოთ ერთი ხო უნდა იყოს ორი არა? ამ ფანტასტიკურად ელეგანტურ მოდელში თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და რა გამოდა. არის თუ არა მერტის არ მარტო კლასიკური თეისტური ანდეის, არამედ მერტის როგორც უფრო მაღალი კონცეფცია. თუნდაც აინშტაინის როგორც სპინოზისტის ანთეისტური. საერთოდ მეცნიერული თეორიების ძალიან კარგი თვისება რა არის, რომ დამოუკიდებელია ესეთი ტიპის მიდგომაზე, იმიტომ რომ თუ გინდა რომ იყოს ღმერთის ადგილი, ყოველთვის არის. თუ არ გინდა, არ არის. ამით არაფერი არ იცვლება. ესე იგი, ეს მეცნიერული მიდგომა ზუსტად მაგითო არის, ძალიან ძლიერი და ასე ვთქვათ, ძლიერი იარაღი ადამიანისთვის, რომ შეიმეცნოს სამყარო, ზუსტად მაგით რომ ის დამოუკიდებელია ესეთ ტიპის მოსაზრებებზე. ნებისმიერი CERN-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია. უამრავი სხვა რელიგიის ხალხი, წმენის, ფილოსოფიის ხალხი აკეთებს დაუშვათ კვლევებს იქ, ხო? საერთოდ ჩვენი მეცნიერება არის აბსოლუტურად ინტერნაციონალური. ის შედეგები, რასაც ჩვენ ვღებულობ, არაფერი იმაზე გავლენას არ ახდენს, ვის რა ღმერთი წამს, რა მიდგომა აქვს პირველ საწყისთან და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ მეცნიერებას საქმე აქვს კონცეფციებთან, ეს არის უნივერსალური ენა, რომელზეც ყველა შეუძლია ელაპარაკოს. და იმის იქით, რაც ინტერპრეტაცია, ის შეგვიძლია ჩაიზე დავждეთ და ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ის მერე მეცნიერების სფეროს ცილდება. ამიტომ, როგორ არის? ყოველთვის იქნება რაღაცა კითხვები, რაზეც კაცობრიობას პასუხი არ აქვს.
ამიტომ რა თქმა უნდა ინტერპრეტაციის რაღაცა მისტიკური, რელიგიური ასე შე ინტერპრეტაციების ადგილი ყოველთვის იქნება. როდესაც ეხლა მაგალითად დაუშვათ ეხლა მე როგორ უნდა გეკამათო ნებისმიერ შეუძლია თქვას რომ კი მაგრამ აი ზუსტად ეგ არაფრისგან სამყაროს შექმნა არის ღმერთის დამამტკიცებელი საბუთი და ღმერთმა გამომარჯოს ვინც მაგას ფიქრობს ხო არანაირად არ ცვლის ამ დასკვნების მეცნიერულობას თუ გინდა გაუკეთე ეგეთ ინტერპრეტაცია თუ გინდა ნუ გაუკეთე ვიღაცა პირიქით იტყვის რომ აი მე ხო ვიზახდი არაფერ შუაში არ არის ღმერთი აგერ კვანტური მექანიკურად გამოვთვალეთ გადავიდა აქედან იქ ხო ეგ მეორე ინტერპრეტაციაა ამიტომ ეს ადგილი ფილოსოფიისთვის და რელიგიისთვის ყოველთვის არის მაგას ეგ როგორ უნდა მოსპო მაგის შეუძლებელია იმიტომ რომ ეგ არის წვენი სფერო რომლის მოსპოვაც პრინციპულად შეუძლებელია გესმით ხო ეს რომელსაც მეცნიერებასთან არაფერი საერთო არ აქვს. რა თქმა უნდა ეს არის ერთი და ეს მეორე ესენი შეუთავსებლები არ არიან აი გოგონას და როგორ განიხილება როგორ გაიმეორეთ ანუ თვითონ ის ინფორმაცია საიდან გაჩნდა საიდანაც შემდეგ წამოვიდა ეს ოპერატიული ესე იგი ხო ის ინფორმაციას გაჩენა რა როგორც მე ვცადე რომ ამეხსნა ესეთი კანონი რომელსაც შეგვიძლია ჩვენ დავარქვათ ინფორმაციის შენახვის კანონი არ არსებობს ხო ესე იგი ერთადერთი კანონი არის რომ ჩვენ ვერ დავარღვევთ ენერგიის შენახვის კანონს როდესაც გადაყავს ერთი სახის ინფორმაცია კოდირებული ერთ სუბსტანციაში მეორეში ხო მაგრამ ამ ხრივ თუ გინდათ ესე შეგიძლიათ შეხედოთ რომ ინფორმაცია ესე იგი დაიბადა სამყარო რაღაცა ჩაკეტილი სამყარო დაიბადა რომელშიც იყო ინფორმაციის ადგილი ერთი ბიტისთვის ეხლა ეს ინფორმაციის ბიტი რახან ბიტისთვის არის ადგილი როგორც კი ადგილია უკვე ინფორმაცია არსებობს იმიტომ რომ ან 0-ია ან 1-ია ის ადგილი თქვენ ან შეავსეთ ან არ შეავსეთ ხო ეს უკვე ერთი ინფორმაციის ბიტია აი მაგალითად როგორც კი დავუშვათ სიტყვაზე როგორც კი გვაქვს ნაწილაკი ხო თეორია გვეუბნება რომ არის ადგილი ნაწილაკისათვის რომელსაც გადაა გრავიტაციული ურთიერთქმედება გრავიტონისთვის ხო ეხლა სამყარო შეიძლება დაიბადოს და იყოს ცარიელი ერთი გრავიტონიც კი არ იყოს ამ სამყაროში ფიზიკურად გაჩენილი შეიძლება იყოს გრავიტონი მაგას არ აქვს მნიშვნელობა როგორც კი თქვენ იცით რომ ამ სამყაროში ნაწილაკი პრინციპში არსებობს ოკუპაციის რიცხვი არის თუ არ არის უკვე ინფორმაციას გაძლევთ თქვენ ამაში თქვენ ინფორმაციის კოდირება შეგიძლიათ პრინციპში და შეგიძლია მეგობარს გაუგზავნო აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ და შევთანხმდეთ იმაში რომ მე ინფორმაციას კოდირებას გაუკეთებ მაგალითად ელექტრონში ხო თუ იქნება ელექტრონი იქ ეს იქნება რაღაცაზე პასუხი კი თუ არ იქნება იქნება არა თქვენ მე ეს ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ იმის მიხედვით იქ არის თუ არ არის ამიტომ ინფორმაციის ჩადება არის წესზე დამოკიდებული და რაც უნდა შეინახოს ენერგიის შენახვის კანონია გასაგებია ხო რა ვიცი არა სინათლის ესე იგი თუ მუშაობთ ჩვენ აი ამ ჩარჩოებში რაც არის ფარდობითობის თეორია ფარდობითობის თეორიის ჩარჩოში რაც მიუნიშნებს იმას რომ მაგ ჩარჩოში უნდა